ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქალაქების ისტორიის თემა და გვინდა გაჩვენოთ ერთი ვიდეო, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია ცირკულირებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, ინტერნეტში და ასე შემდეგ. ეს არის ვიდეო, რომელიც უпростоრად ფილმი, მაშინ ვიდეო ჯერ არ იყო. ფილმი, რომელიც ამერიკულმა ჯგუფმა 30-იანი წლების და 26-დან 30 წლამდე პერიოდში გადაიღო საქართველოში. ეს საკმაოდ ვრცელი ფილმია, დოკუმენტური ფილმი თავისი კომენტარებით და ის გასაკვირია, რომ მაშინ ესე იგი იყო კიდე ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთ ყოველდღიური ცხოვრების გადაღების უფლება ჰქონდათ მათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ არ არის მხოლოდ ესეთი კლასიკური სცენები, აქ არის გადაღებული ამ ნაწყვეტში არა, მაგრამ ზოგადად ამ ფილმში ნაწყვეტები იგივე მატარებლიდან, გადაღებულია კადრები ავტობუსიდან, სოფლებშია ჩასული, ანუ მხოლოდ დიდი ქალაქები არ მოხვდა ამ გადამღები ჯგუფის ყურადღების ცენტრში და საკმაოდ საინტერესო ვრცელი დოკუმენტური მასალა აქვთ მათ დაგროვილი. საინტერესო არსებობს თუ არა უკეთესი ასლი, ალბათ არსებობს სადღაც უკეთესი ასლი საქართველოში თუ არსებობს ეს ასლი და გავიკითხოთ. ციფრულ სამყაროში არ არსებობს, იმიტომ რომ YouTube-ზე ყველაზე კარგი ხარისხი რაც იყო, ის იმას ვთავაზობთ ახლა მაყურებელს, თუმცა პირად არქივებში შეიძლება იყოს სადმე. წარმოუდგენელია ასეთი კადრები აბსოლუტურად ცვლის წარმოდგენას ქალაქზე, როდესაც მას უყურებთ, აი ეს შენობა რასაკვირველია იცანით. ამ შენობას ვერც ვიცნობთ, იმიტომ რომ დანგრეული იყო. აი ეს ბაუჰაუზის სტილში აშენებული შენობა, გამომცემლობის შენობა, იმ დროისთვის ძალიან თანამედროვე არქიტექტურა და ეს აღნიშნულია ფილმში, სხვათა შორის. და თქვენ ხვდებით, რომ ტრამვაის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრანსპორტი იყო თბილისში, სამწუხაროა, რომ ეს ტრანსპორტის საშუალება ფაქტიურად გავაქრეთ ქალაქიდან და იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან მივხვდებით, რომ ის უნდა დაუბრუნდეს ქალაქს, იმიტომ რომ ყველაზე ალბათ მაინც ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და ამავე დროს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. მეგობრებო, ამ ვიდეოს აუცილებლად დავდებთ ჩვენს Facebook გვერდზე, სწორედ ამიტომ გეუბნებით, რომ დაგვიმატეთ მეგობრებში, იმიტომ რომ პერიოდულად საკმაოდ საინტერესო მასალა შეიძლება აღმოვაჩინოთ და თქვენთვის ეს არ არის მხოლოდ თბილისი, ბათუმია ძალიან საინტერესო. ბაზარი, რომელიც კოლორიტული იყო იმ პერიოდის თბილისში. უცხოელების ყურადღებას სულ იქცევს თბილისური ბაზრები. ნებისმიერი ქვეყნის. ხო, ნებისმიერი ქვეყნის ბაზრები. პროდიუსერი გთხოვს, რომ კიდევ უყუროთო. ძალიან გვაინტერესებს. მეგონი ბათუმიც უნდა ვაჩვენოთ. იმიტომ რომ ბათუმში მართლაც საინტერესო ნაწილია შემორჩენილი. არა, მე მგონი გვაქვს საშუალება რომ დავდოთ მთლიან და აქ არის რამდენიმე სხვადასხვა ქალაქის რასაკვირველი თბილისის გარდა არის ბათუმი. ბათუმში აუცილებლად დააკვირდით არის კადრები ნუდისტური პლაჟის, თურმე ნუდისტური პლაჟებიც ყოფილა ამ პერიოდში საქართველოში. აი ეს არის ძალიან საინტერესო სცენა. ღია კაფე. და აი ძალიან საინტერესო ის ედემის ბაღი ქვია, ხო? აი ეს ბავშვი რა ხნის უნდა იყოს ახლა წესი? 6 წლის, 5-6 წლის. არა, უფრო პატარა. რომელიც ეკავს ის ხო? რომელიც ეკავს. შეიძლება თქვენი ბებიაც ეკავდა ახლა კადრში, მეგობრებო. და ძალიან ესეთი მოდურად ჩაცმული, ძალიან განსხვავებული ტანსაცმელი იყო, რასაკვირველია ტრადიციული ტანსაცმელიც არის, როგორც ხედავთ, უფროსი თაობის წარმოადგენლებს. მაგრამ ასევე საკმაოდ მოდური ტანსაცმელი. პრინციპში ის იგივე ღია კაფეების კულტურა, რომელიც ჩვენ მგონია რაღაცა ევროპული კულტურა, ჩვენ ჩვეულებრივად მქონია ერთი საუკუნის წინაც, საჯარო სივრცეებში გართობის კულტურაც მქონია და პარკებში ოჯახებით წასვლის და წითელი ღვინის წრუყვის როგორც აღმოჩნდა. და როგორც ჩანს, ძალიან მეგობრულად განწყობილები იყვნენ, მაშინ კამერის არ ეშინოდათ, არც ერიდებოდათ, არც ესეთი მომენტია არ არის რომ არიციან. არც იპრანჭებიან პრინციპში, რაც ახლავს ხოლმე თან კამერის გამოჩენას, ანუ საკმაოდ ნატურალური კადრებია. მოკლედ აუცილებლად ნახეთ ეს კადრები, მეგობრებო, ჩვენ შევეცდებით რომ ყველაზე გრძელი ვერსია მოვძებნოთ Excel-ში და სპეციალურად თქვენთვის დავდოთ. გადავლეთ თვალი, შეიძლება ამოიცნოთ კიდევაც ვიღაცა, შეიძლება ბებია, ბაბუა, უფრო ბებიები და ბაბუები.